მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც შეგვირდით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ID ბარათების, ეგრეთ წოდებული ID ბარათების, ელექტრონული ბარათების შესახებ, იმიტომ რომ ეს პრობლემა დგას დიდი ხანია საზოგადოების ფართო მასებში, განსაკუთრებით კი იმ ადამიანთა წრეებში, რომლებიც მართლმადიდებლურად მოიაზრებენ თავიანთ ცხოვრებას, სახელმწიფო ცხოვრებას, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, პირად ურთიერთობებს და ასე შემდეგ და ეს პრობლემა აქტუალურად დგას. მით უმეტეს კიდევ უფრო დიდი რეზონანსი შეიძინა მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ქართული სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ჩვენ ამ თემას უკავშირებთ ID ბარათების თემას და დღეს სწორედ ამის შესახებ გვექნება საუბარი. ჩვენთან ერთად იმყოფება დღეს თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ბატონი ავთანდილ კვატაშიძე და ჩვენ კვლავინდებურად ვაგრძელებთ აი ამ საუბარს. ამჯერად უკვე ID ბარათების შესახებ. ესე იგი, ძალიან მოკლედ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ უწმინდესმა მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ, ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ესე იგი ხმა უნდა მივცეთ დღეს გამოკვეთილი ორი პოლიტიკური ძალიდან ერთ-ერთს. ასე არ არის? ავთო და ეს ორი ძალა უკვე ცნობილია. ეს გახლავთ თქვათ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, რა, ორი პოლიტიკური ლიდერის უკან დგომი სერიოზული დაჯგუფებები, დაჯგუფება არც ქვია მას პოლიტიკური ძალები, რომელთაც გააჩნიათ დიდი ფინანსური შესაძლებლობები ერთ მხარეს თქვათ და მეორე მხარეს კიდევ ფინანსური შესაძლებლობების გარდა სახელმწიფო ინსტრუმენტები. ამდენად ჩვენ როდესაც რომელიმე მხარეს უჭერთ, რომელიმე ამ მხარეთაგანს უჭერთ მხარს, ასე ვთქვათ, ჩვენს ნებას გამოუხატავთ, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, მე მგონი გვაქვს სრული მორალური უფლება იმისი, არა მხოლოდ მორალური, ალბათ იურიდიული უფლებაც იმისი, რომ ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკურ ფიგურებს მოვთხოვოთ ჩვენთვის ძალიან ტყიმნეული და სასიცოცხლო შეიძლება ითქვას ისეთი საკითხის გადაჭრა, როგორც გახლავთ ID ბარათების, ანუ ელექტრონული ბარათების ნებაყოფლობითი აღების პრეცედენტის დაშვება ქართულ სახელმწიფოში. ეს პრეცედენტი მით უმეტეს ჩვენ გვამაგრებს ის გარემოებაც, რომ ეს პრეცედენტი უკვე დაშვებულია მსოფლიო სახელმწიფო სივრცეში და დაშვებულია ისეთი დიდი სახელმწიფოს მიერ, თუნდაც როგორც გახლავთ დიდი ბრიტანეთი, მასთან ერთად ირლანდია, დანია და ასე შემდეგ. ხო, ეს მე მინდა დავამატო, ეს არ არის ახილება. ეს ახილება არ არის იმითთან გამომდინარე, რომ ამ თემას აქვს რელიგიური მხარე, წამსის მხარე აქვს. აქ კიდე რა თქმა უნდა ნაციონალური უსაფრთხოების მხარე და აქ პირადული უფლებების შელახვის შესაძლებლობა იშვება აქ რა. ხო და ამომავალი მაინც არის რელიგიური სულიერი. ხო და ამიტომ ამ პატრიარქის მოწოდებას წინ უძღოდა სინოდის გადაწყვეტილება. უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო სუსტი გადაწყვეტილება. ხო, აი ეს რბილად რომ ვთქვათ, სუსტი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ აქ ორაზროვნება იგრძნობა თვითონ გადაწყვეტაში, ხო და ეს მიმართვა ფორმა სახელმწიფოს რომ მიმართავთ, აი თუ შესაძლებელია რომ დაუშვათ ალტერნატიული ესე რა ქვია. ძალიან ამორფული ფორმულირებაა ისეთი. თუ შესაძლებელია, ანუ ყველაფრის დაშვება შეიძლება, უკვე აძლევ პერსპექტივას და გიკალიმან პასუხი გაქცეს, რომ არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ბევრი მიზეზი შეიძლება სახელმწიფომ გამოთქვას, რომ რატომ არ არის შესაძლებელი და მართალიც იქნება სახელმწიფო ამ შემთხვევაში. ხო, მე სახელმწიფოს ვერ კრიტიკის დიალოგის რეჟიმიდან გამოდიხარ, უკვე როცა ვეუბნებით თუ შესაძლებელია, ის ავტომატურად გეტყვის, რომ არ არის შესაძლებელი. იმიტომ რომ მას ყველა ინსტრუმენტი გააჩნია ამისათვის, როგორც ყველა თვალსაზრისით ალბათ, არა? მაგრამ ყველა საინტერესო იცი რა არის, აი რაც მე ყველაზე უფრო მტკივა და მაწუხებს,
ეს გახავთ ის რომ აი ესეთ მიმართვას თქვა წმინდა სინოდის აი ამ გადაწყვეტილებას თუ მიმართვას რაც ხნებავთ ის დაარქვით უკან ყოველ შემთხვევაში თვალხილულად თვალსაჩინოდ და ხელშესახებად არ ედგა სააზროვნო პროცესი ანუ ჩართულობა მოსახლეობის იმიტომ რომ ეს ხო ჩვენი ინტერესებისთვის არის პირველ რიგში მართლმადიდებლურად მოაზროვნე მოქალაქეების ადამიანების ინტერესებისთვის რომლებიც სხვანაირად ხედავენ არა მხოლოდ სულიერ, არამედ სოფლიო პოლიტიკურ პროცესებს და არ იყო ჩართულობა და საერთოდ პროცესი დაინახავით როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე. ანუ იყო ის ორგანიზებული თქვა სააზროვნო სისტემა, იყო რაიმე ორგანიზმი, რატო ამბობ ახლა ათო ამას. არაერთგზის გაჟღერდა უწმინდესის ქადაგებებში, რომ შეიქმნას ანალიტიკური სამსახური. უფრო სწორად ანალიზია საჭირო ყველაფერს, ანალიზიოდა. მოგვიწოდებდა ჩვენ მრევლს. სამწუხაროდ მე ვფიქრობ, არასწორი ტრადიციაა დამკვიდრებული ჩემი აზრით, რომ აი მრევლი აღიქმება როგორც აზროვნებას მოწყვეტილი ამორფული მასა. ეს ასე არის. რომელსაც მუდმივად უნდა ასწავლო. რო ასწავლიდე კარგია. ანუ ახლა მე ისა დიალოგის რეჟიმი არ არის. იმიტომ რომ მრევლში გონიათ რომ მრევლში არ არსებობს საზოგადოებრივი ხალხისათვის თქვა ისეთი პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ დიალოგის რეჟიმში შემოვიდნენ და პირიქით იქით გასწავლონ. რაღაც საკითხებს თორე რა თქმა უნდა ლიტურგიის ჩატარებაზე არ არის აქ საუბარი. აქ არის საუბარი ერის წუხილზე, ის სხვადასხვა ბევრი ტკივილებია, რომლებიც შეუძლიათ თქვა ზოგიერთმა პიროვნებმა გადაწყვიტოს, ან ვასწავლოს რაღაც. რა თქმა უნდა, პირადი გამოცდილება არსებობს სკოლა გავლილი ადამიანები მრევლშიც მათ შორის სხვადასხვა ამას წინათ გამომიგზავნეს ისეთი კოლაჟი, უпростоრად სიუჟეტი იყო ანტონ სუროჟელზე. წმინდა მამა ანტონ სუროჟელი, რომელიც ლონდონში მოღვაწეობდა და იქ აჩვენეს ეს ევროპელები როგორ გარშემორტყმული იყვნენ ამ მამას, ევროპელი პრაგმატიკოსი, თითქოს ევროპელები როგორ გარშემორტყმული იყვნენ, როგორი სითბოს უფებდა და ანტონ სუროჟელი ამბობს ასეთ ფრაზას, რაც მივაქცია ყურადღება. სინამდვილეში ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის ცნობიერება, როდესაც მრევლში ჩვენ უნდა ვხედავდეთო და ხედავდნენო განათლებისკენ მიდრეკილ ადამიანების საკრებულოს. ანუ ეს არისო ნამდვილი სხეულიო, ქრისტეს სხეულიო, ხოლო ჩვენო, ანუ ეკლესია ნამდვილი, ხოლო ჩვენო რჩეულები ვართო ჩვენი მსახურებისა გამო, ანუ იმ ნიჭის გამო, ესე იგი რჩეულობა, ეხლა მაპატიოს რა თქმა უნდა, მაყურებელმა და შენც მაპატია, რომ ესე ეხლა თითქოს ვქადაგებ, მაგრამ ხო უნდა გავიხსენოთ ეს, რომ რჩეულობა არის მსახურება. ანუ შენ როდესაც რჩეული ხარ, მე შენგან მსახურებას ვითხოვ რა თვალსაზრისით, რომ შენ მე გამაგებინე. შენ მე დამეხმარო იმაში, რომ ჩავწვდე პრობლემას. აი ეს მინდა მეთქვა. რა თქმა უნდა, მსახურება პირველ რიგში და ესეც უნდა იყოს და ჩვენ ჩავიხუტებთ ასეთ ამავე იქნება თუ მეუფე იქნება, რომლებიც აი ამ გზით მიდიან, მრევლთან ასეთი ურთიერთობა აქვს. და ჩვენ გვიყვართ ჩვენი ეკლესია და გვიყვართ ჩვენი მამები და თუ ვაკრიტიკებთ ჩვენ სხვა მოვლენას და არა თქვათ პირადად რომელიმე მოძღვარი იქნება თუ მამა იქნება. რა თქმა უნდა. ჩვენ ამ კითხვის საფუძველი არ აქვს მათ მიმართ, ხოლო ჩვენ გვაქვს ახლა ეს ჩვენი შეხედულება უნდა ითქვას ეს თორემ ჭირმა თავი მალაო. მაგრამ ძალიან დამცრობილი წარმოდგენა არის, მე ეს ტკივილი რო არ თქვა არ შემიძლია, იმიტომ რომ პრაქტიკულად შევხედავ ამ პრობლემას, დამცრობილი წარმოდგენა არის თავად მორწმუნე მრევლის წიაღში სპონტანურად წარმოშობილი აზროვნებისა. ესე იგი, არც კი წარმოუდგენია ზოგიერთს, რომ შეიძლება ფიქრი წამოვიდეს სერიოზული ღრმა ფიქრი, მათ შორის არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ სახელმწიფო საკითხებზე, წამოვიდეს თვითონ ეკლესიური საზოგადოებიდან. ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ეკლესიურობაში იგულისხმება პირველ რიგში ეკლესიური მოაზრება, საგნების და მოვლენების. აი ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დიალოგის რეჟიმში ვერ შევდივართ ჩვენს მოძღვრებთან და ჩვენს წყემსებთან და ჩვენს ასე ვთქვათ
არა ჩვენ გვინდა რა თქმა უნდა გვინდა დავждეთ ლამაზად როგორ შეეფერება ქართველებს რა ვისაუბრებ ჩვენ მამებს ჩვენ არაფერი დასაყოფი და ერთმანეთის საჯიჯნი არა გვაქვს და ისინიც გაგვიგებენ და ჩვენც რა თქმა უნდა მაგ ვუგებთ და ყველაფერი უფრო ნორმალურად და უფრო ლამაზად იქნება ვიდრე ასე ზურგს უკან გადაწყვიტო და მე რა თქმა უნდა თავშესაცემი გავუშვეს ჩვენ ხო არა გვაქვს ჩვენ შეიძლება ვწდებით ბევრ რამეში მაგრამ ხო უნდა ხვდებოდეთ ეხლა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარმოიშვა ეს ესე იგი რომ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებასთან და სერიოზულად ლაფსუსებით არის სავსე ესე იგი აი თუნდაც ის ფორმულირება როგორც ჩვენ თქვი როგორ მივიდნენ ის გზა ხო უნდა ვიცოდეთ ჩვენ რატო არ მონაწილეობთ განხილვის გარეშე საზოგადოებასთან ურთიერთობის გარეშე მოხდა ეს ყველაფერი და ეს არ დაუშვებელია და ეს იწვევს იმ დიდ პროტესტს რომელიც პირადად ჩემში გამოიწვია რომ მე თუ არ ვერ შევხედე რომ გინდა ერთი მხარე იქნება ეს პოლიტიკური მხარე თუ გინდა მეორე არ მიიღეს იმ გადაწყვეტილებას რაც ჩემში დევს შინაგანად და ბევრში რომ ეს დამღუპელია ეს აიდი ბარათები მე პროტესტს უცხადებ ძალევანდელ არჩევნებს და აღებულობ ბოიკოტს უცხადებ უბრალოდ და აღებულობ მონაწილეობას ეს ჩემი პირადი აზრია და ვისაც შეუძლია ამ ყველს ჩემ გვერდზე დადგეს კი ბატონო დადგეს მის გვერდზე ვიდგები ყოველთვის და მე ვფიქრობ ერთობლივი ძალით ჩვენ შეძლებთ მივახციოთ გავიმარჯვოთ რა ამ საკითხში გავიმარჯვოთ რომელიც მეტად ტკივნეულია ეს არის არა მარტო ჩემი ტკივილი ეს არის ჩემი შვილები ჩემი მომავალია ჩვენ ქვეყნის მომავალია და ესე ხარალოთ რომ კანონები მივიღოთ და რა ვიცი ყველა დავისვათ თავს არ შეიძლება ნამდვილად და შეიძლება ეს პირველ რიცხობრივადაც დიდი იქნება რაოდენობა იმ ადამიანების რომლებიც გაიზიარებენ რა თქმა უნდა ჩვენ შეხედულებებს და შეიძლება ეს იყოს პირველი რგოლიც იმ დიდი ჯაჭვისა, რასაც ქვია ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ქართული შინაარსის მატარებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მოკლედ ესეთი ტკივილიანი შესავალი გამოგვივიდა, მაგრამ არსებობს ეს ტკივილი და სად გაექცევი. მოდი ახლა ავთო რა მინდოდა შენთვის მეკითხა, ვიცი რომ ყოველთვის ღრმად ინტერესდები აი ამ რელიგიური კუთხით ძალიან მოკლედ რა თქმა უნდა ეს თემა მუსირებს საზოგადოებაში სხვადასხვა თქვათ ინტერნეტ გამოცემებში, Facebook-ურ სივრცეში, ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ იქნებ 2-3 სიტყვით მაინც შევეხოთ წმინდა სულიერ რელიგიურ კუთხეს. აი რატო არის რაში ვხედავთ ჩვენ ამ ელექტრონული ასე ვთქვათ ტოტალური სამეთვალყურეო სისტემის უარყოფით მხარეს. დადებითიც თქვა და უარყოფითიც თქვა რა ნუ დადებითიც და უარყოფითიც აი თქვენ წერილში კარგად არის აქ ჩემზე კარგად ვინც ეს წერილი დაწერა იქ მოხსენებული და ალბათ რომ წავიკითხავთ ყველაფერი მაყურებლის მსმენელისთვისაც მაყურებლისთვისაც გასაგები გახდება ეხლა რაც შეეხება აი რელიგიური კუთხით პირველი ვინც ამ თემაზე სერიოზულად ხმა ამოიღო და ესე იგი თელ სოფლიოს თელ მართლმადიდებულ სამყაროს მოუწოდა სიფრთხილისაკენ ეს იყო მამა პაისი ათონელი და რატომღაც როდესაც დადგა საკითხი აი თუნდაც ამ განხილვების შედეგად მიჩხმალვა მამა პაისის ავტორიტეტის შემღვალვა მოხდა საქართველოში და შეიძლება ხო როდესაც მამა პაისის უმშვენიერე უძვირფასესი ხუთწიგნეული გამოვიდა საქართველოში სულიერი სწავლებები და რომ ამ წიგნებმა ამ წიგნები ეს წიგნები ვინც აიკითხა გაიზარდა და ბევრი სულიერი პრობლემები მოეხსნა ხალხს თუ ამ ადამიანს რომელსაც შეეძლო ეს და ესეთი დაეწერა და მის შესახებ ეს დაწერილი იყო შეძლო რომ ამდენი ესე იგი მართლმადიდებლების გულები დაეპყრო ნუ თუ მას ესე იგი როდესაც გაგვაფრთხილა მან რომ ეს ხიფათი მოსალოდნელია როდესაც შეიტყვა აიდი ბარათების შესახებ და ეს არა მარტო მას გამოცხადებით ჰქონდა არამედ ჰქონდა საბერძნეთის მთავრობაში წავდა ესეთი ადამიანები ღირსეული მართლმადიდებლები რომლებიც ესე იგი მიუტანეს აიდი ბარათის ეს არა ქვია ასლი ხო და როდესაც გაესწრო მამა პაისი ამ ასლს მიაწერა თავისი ხელით უბედურება აი აქ და გამოჩნდება რომ ხო აი აქ წერია აი ეს ასლია აქცევია მე მიაწერა თავისი ხელით უბედურება ეხლა მამა პაისი არ არის ისეთი ფიგურა რომ
აი თქვათ ღვთისმეტყველება თქვათ ესწავლოს სემინარიებში და აკადემიებში და სადმე ამ წიგნებით. იმას პირდაპირი ურთიერთობა ქონდა ღმერთთან. აი ეს ისიხასტი მამების დამახასიათებელია და ეს ჩვენზე კარგად ჩვენმა მამებმაც იციან და თუნდაც იმათ. ცოცხალი წარწმუნოების თანამედროვე მაგალითია ფაქტიურად. რომ ესე იგი არ მოხთარიყო ისე რომ მისი სიტყვები დამახინჯებულიყო, მამა პაისმა თავისი ხელი დაწერა. ეს ნაშრომი ჟამის ნიშნები 666 ქვია. აი ესეთი. და აი მე ბოლოს არის ბერძნულად. აი ესე ხელთნა წერია ბერძნულად დაგვიტოვა. დაუტოვა ბერძნებს და დაგვიტოვა ჩვენ ყველა მართლმადიდებლებს. ახლოს აი ეს არის გაფრთხილება. გაგვაფრთხილა. მეტი რა უნდა გაეკეთებინა. თან პაისი ბერზე როგორ ამბობს აი ეს ერთ-ერთი მამა ამბობს რომ ესეთი ბერი როგორც მამა პაისი იყო 400 წელიწადში ერთხელ იბადება. ეს არის ასეთი გამონათქვები მართლმადიდებელ სივრცეში ასე ვთქვათ, უხეშად ვთქვათ მოსულა რა, სხვა სიტყვა ვერ მოძებნ. ხო და 400 წელიწადში ეს მიუთითებს რომ ეს ხო დიდი მამა, ძალიან დიდი პიროვნება იყო. ხო და ეს მამა გვაფრთხილებს რომ არ მიიღოთ ეს. ეხლა ამის საკითხს არ შევუდგები, მაგრამ აქ აზრი ეხლა ამის საკითხს იმიტომ რომ ამით არის ნათქვამი ეხლა ალბათ ვისთვისაც ავტორიტეტი არის მამა პაისი ეს პოზიცია მისთვის შეულახავია. ხო ასეა. მოკლედ ისე ლამაზად აქვს მამა პაისის აქ ჩამოყალიბებული, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს მეჩნე? მოდი იქნებ წავიკითხოთ. აბა თქვენ თუ წაიკითხოთ ბატონო ლაზარე. რატომე? თქვენ არა, მოდი წავიკითხოთ, იმიტომ რომ მამა პაისია რა. მე მგონი კარგი. იმიტომ რომ ეს რედია, კარგი იქნება. კარგი იქნება თუ წავიკითხოთ. ეს სამიც დიდი ტექსტი არ არის. ხო, არის 3-4 კურსებია. ეს რუსმა მომლოცველებმა იპოვეს თესალონიკის მაღაზიაში, სალონიკში. ხო და იქ შეიძინეს და მერე თარგმნეს. და ეს არ არის, თქვა, არც იმ ხუთ წიგნებშია შესული. მაგრამ იქ აქედან რაღაც ნაკვეთები შეიძლება იყოს, მაგრამ მთლიანად არ არის. და ეს ალბათ ქართულად ასე მგონია რომ ერთადერთი ის არის რა. ნათარგმნი წყარო. არის ჟამის ნიშნები 666. წაიკითხე. მე ვერ წავიკითხავ ბატონო ლაზარე. რატო? აი ისე გაიხაგერა. მე ისედაც ხელავ და დაბნეული ვარ ცოტა და ნელ-ნელა გამოსწორდება. არაფერი გეთხოვა. ჟამის ნიშნები 666. აი ესეც აი რა შესაძლოა. დემონური ქარიშხლის შემდეგ დადგება ღვთიური სიმშვიდე. თანამედროვე თავისუფალი ერული სულის ღვთისშიში მატარებელი ქრისტეს ეკლესიის უფროსების, მშობლების და მასწავლებლების უპატივცემულობის უკან იმალება სულიერი მონობა, შფოთი და ანარქია, რომლებსაც ადამიანები ჩიხში სულიერ და ხორციელ კატასტროფაში მიჰყავთ. ასევე სრულყოფილი მოხერხებული ბარათების სისტემის კომპიუტერული უსაფრთხოების უკან იმალება მსოფლიო დიქტატორა, ანტიქრისტესადმი დამონება. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, დიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა და შუბლზე. ისე რომ ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი ხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე, ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს ხეცის რიცხვი, რადგან ესაა რიცხვი კაცისა და მისი რიცხვი 666. წმინდა ანდრია კესარიელი წერილში ანტიქრისტეს საძაგილის სახელისათვის წერს: ბეჭდის რიცხვის საგულდაგულო შემოწმების შედეგს და ყოველივე რაც მასზე დაიწერა, კეთილგონიერთ და მღვიძარებთ საყოველთაო წთუნებათა ჟამი გავუხსნით. სულიწმინდის შთაგონებით საიდუმლოთა ხილველმა წმინდა იოანემ ახარებელმა საღვთო წიგნში არ ჩაწერა ხეცის დამყოფელი სახელი. ამ სიტყვის გამოკვლევისას შესაძლებელია იპოვოთ და პოულობდნენ კიდეც სხვადასხვა სახელებს, რომლებიც შეესიტყვება ამ რიცხვს. წმინდა ანდრია კესარიელი აპოკალიფსის განმარტება თავი 28. საოცარია ერთის მხრივ ის, რომ ბევრი ეკლესიური ადამიანი არა მარტო იძლევა თავის საკუთარ განმარტებას, ამავე დროს განიცდის ერულ შიშს კომპიუტერული დოსიეებისადმი, რომლებსაც მათზე
შეადგენენ. მაშინ როდესაც უმეტესად საჭიროა სულიერად შეწუხდნენ. ყველაფერს აი ეხება და მე გავა სულიერი შეწუხებაზეც ეს როცა მიგვითითებენ თავარია წმენა გულში აი мама პაისი ამასაც ხას უსვავს აქ ყველაფერს და მე სულიერად შეწუხდნენ ანუ განიცადონ ის საშიშროება. სხვადასხვა აი შეროვნულ მიტანილ ლიტერატურაში არის ის მომენტიც რომ გარკვევანება რო ხდება რა ადამიანის გარკვევანება ის ვერ გწნობს სად შედის და რაში შედის და ეს წმინდა მამები სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებენ იმიტომ რომ მათ გახსნილი აქვთ ის აი ზუსტად აი უკვე მადლიანი და ამდაგვარი მადლიანი წუხილით საინტერესო ის არის სიტყვა წყობა მადლიანი წუხილით დაეხმარონ ქრისტიანებს და გაამაგრონ ისინი რწმენაში რათა მათ იგრძნონ ღვთიური ნუგეში. ერთი მინდა დავამატო ბატონ ლაზარე, როდესაც თუ мама პაისი, როდესაც ამბობს და თუ ჩავთვლით რომ ეს ხდება ღვთიური გამოცხადებით, ყველაფერი ის რაც ეს მართლაც ესე არის, ესეთ მამები ტყუილა უბრალოდ არ ლაპარაკობენ, სიტყვას ტყუილა უბრალოდ არ იტყვიან. ისეთ სიტყვას, რომელიც ნებას მოუტანს ადამიანს ან და რაღაც შფოთს გამოიწვევს. ეს გაფრთხილება და თუ ჩვენ ამ გაფრთხილებას არ მოусმენთ, ანუ ეს არის ღვთის გაფრთხილება. სულიწმინდის მადლით ხდება ეს გაფრთხილება. მაშინ ჩვენ გმობაში შევდივართ. უბედურება ეს არის. ანუ ჩვენ ვხდებით მობელები. არ შეიძლება ეს, ამას უნდა დაუკვირდეთ. ესე ჰარალოთ რომ ვაკრიტიკოთ ისა რა ქვია, мама პაისი და წმინდა მამები არ შეიძლება. უსაფუძვლოდ. ანუ სიცხვილი არის ჯერ რომ მოგვისვინოს ბერძნება, ხო? სიცხვილი არის, შეცვლა ვიზეთ ლაპარაკობთ გვეტყვია. ჯერ ახლა ციგნებს თარგმნით. და მე იმაზე ამბობთ რომ ამ мама პაისი შეიძლება შემსტარიყო. რას ქვია შეიძლება შემსტარიყო? ეს ის ხო არა, თამაში ხო არა. ხო, საღვთო წყაროს მიერთებული ადამიანის ესე უგულებელყოფა და გამორის ხო ეს კრეხელობა აი ზუსტი სიტყვა არის ამ კრეხელობა ანუ ჩვენ გადავდივართ სულიწმინდის გმობაში იმიტომ რომ ეს ადამიანი წერდა ამას სულიწმინდის მადლით და მისი კარნახით ბატონი ლაზარე მაპატიეთ ისევ ბატონი რა თქმა უნდა გასაკვირია ნუ თუ ასეთი მოვლენებისადმი ისინი გულგრილობას იჩენენ რატომაა რომ ისინი მცირედით მაინც არ ეჭვდებიან თავიანთი დასკვნების სისწორეში როგორ შეუძლიათ მათ არამარტო ხელი შეუწყონ ანტიქრისტეს ამ საკითხში იმ საკითხში რაც ეხება ბეჭედს არამედ სხვა სულებიც კი ჩაითრიონ დასაღუპად აი რას ნიშნავს და ბრჭყალებში აი ეს ესე იგი წმინდა წერილის რათა აცტუნონ თუ კი შეძლეს რათა აცტუნონ თუ კი შეძლეს თვითონ რჩეულიც. ცნობდებიან ისინი, რომლებიც თარგმანებას გონებით ეცდებიან და ეს მაშინ, როცა ნიშნები ასე აშკარაა, ბრიუსელის კომპიუტერულმა მხეცმა რიცხვით 666 თითქმის ყველა ქვეყანა ჩაყლაპა. პირადობის დამადასტურებელი ნიშანი, ბეჭდის შემოღება რაღაც უნდა ნიშნავდეს. სამწუხაროდ რადიოთი მხოლოდ იმას უსმენთ, თუ როგორი ამინდი იქნება. როგორი ცოცხალი ის აქვს, არა? მიდგომა ის. ხო და გაუნათლებელი იყო, აბა გაუნათლებელი. ცოცხალი გესაუბრება წმინდა მამა. რას გეტყვის ქრისტე? დილით კი ამბობთ, დღეს გაავდრდება. რას გვეტყვის ქრისტე? დილით კი ამბობთ, დღეს გაავდრდება, ვინაიდან სამოკუპრულია, თვალთ მაგცნო, ცისფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. ათესახარი. ანუ ჩვენ სიგვილი საშინელება ხდება, ხო? იმდენ რამეს ხედავთ. თუ აი თვალე ასე ხუჭავთ ზალი თვალს და აი მამა უგესაუბრება რომ ეს არის სწორედ ხიმა როდის როდის გათოვდება, ქარი როდის იქნება, ყველაფერი შეგვიძლია გამოვიცნო და აი ეს რაც ხდება, ეს რაც სახარებაში გამოცხადებაში წერია. ხო, ერთი რამ გამოსე გამოცხადებაო, იონეს გამოცხადება თავიდან არ შედიოდა იმაში რა ქვია, სახარებაში და წმინდა წერილში მე მე-6 საუკუნიდან შევიდა. კი ბატონო, არ შედიოდა. მათე სახარების 24 თავი არ შედიოდა? სადაც ამ ნიშნების იმაზე მაცხოვარი თვით მაცხოვარი გვეუბნება რომ ეს ნიშნები გამოიცა. ეს ნიშნები როცა იქნება, მაშინ დადგება ბოლო ჟამი. 24 თავი მარკოზის სახარება, იოანეს სახარება, ლუკას სახარება, ყველგან ესენი წერია ბოლოში განსაკუთრებით. მერე დაემატა გამოცხადება.
ეს 666 სიტყვაზე შეიძლება მართლაც არაფერს მივიშლით როგორც რიცხვი და თავისთავად ხო ციფრი, მაგრამ ამ ნიშნებს რას უშვებით აქ ჩვენს იგი ამდენი გარდნილება რო არის, ამდენი ომები რო არის, ყველაფერი ხდება რა. ამ დაიწყდა ნახევარი კახეთი ხო? ხო და ევას თქვენ ეს ბუნებრივი მოვლენა თქვა ეს ღვთისმსაჯელი არ კი ბატონო არ არის, მაგრამ ხო ხდება. ხო ესე იგი ну კიდეს ხო უამრავი მაგალითი თხოვნა შეიძლება უამრავი მაგალითი რა ჩვენს თავს ხდება რა ბარათების და პირადობის მოწმობების კომპიუტერული დოსიების შემდეგ კი იმისათვის რომ მათ თურად მიიყვანონ საქმე ბეჭდამდე ტელევიზიით მუდმივად ილაპარაკებენ იმაზე რომ ვიღაცამ ვიღაცის ბარათი მოიპარა და მიითვისა სხვისი ფული ბანკიდან ამავე დროს რეკლამას გაუკეთებენ სრულყოფილ სისტემას ბეჭედს ხელსა და შუბლზე ლაზერული სხივით დასმულს თვალით შეუმჩნეველ ანტიქრისტეს სახელს 666. ესე იგი, გაუთნათლებელ მამას ესეთი რამები, აი ჩვენ ახლა აგერ ვიდეოს რა დოკუმენტი თითქმის მოკლე შინაარსია აქ ნათქვამი რა, იმ დოკუმენტის რა. საიდან უნდა ცოდნოდა ესა რა. 87 წელში დაწერა. ხო, ეხლა რაც თანამედროვე განათლებლობის ეს სერიოზული პრობლემაა დღეს რატო? იმიტომ რომ განათლებასა და თქვათ ინფორმაციულობას ერთმანეთში ურევენ. თუმცა კი წმინდა მამები რომ ინფორმაციას ფლობენ, სხვა ინფორმაციას და ამის ჩვენ პრაქტიკული მაგალითიც გვაქვს და მაგალითებიც ესეთი ისთან წავიკითხე არ მახსოვს ერთი წმინდა მამაო მთელი ქვეყნის ხო რა მნიშვნელობა აქვს მთელი ქვეყნის მეცნიერებზე აღმატებულია ერთი წმინდა მამაო ესე იგი ისინი ინფორმაციული თვალსაზრისითაც ფლობენ რა თქმა უნდა სივრცეს და რაც თავარია განათლება ანუ სულის განათლება როცა ხედავს ადამიანს როგორ შეიძლება თუნდაც ამ სამეთყველო ენით აი ცოცხალ საუბარს ხსნობს მისგან გესაუბრებდეს ადამიანი წმინდა წერილით გამტკიცებულს და მას უწოდო თუნდაც აი პატარა ორი აბზაცი წავიკითხე უწოდო გაუნათლებელი საიდან მოაქვს ეს საიდან რომელი სად მიიღეს ასეთი განათლება რომ ამ პარამეტრებით უდგებიან ასეთი ადამიანების საზრდოობას ეს არის სიგნობრული სულის გამართლება გარეგანი ცოდნა რომელსაც ასოში და არა ჭეშმარიტებაში ძებნა და არა სულში ძებნა და ისევ სამწუხაროდ ზოგიერთი გნოსტიკოსი თავის სულიერ შვილებს როგორც ჩვილებს ისე ხიბლავს თითქოს ამაში საგანგაშო არაფერია საშიში ეს წილმანებია ეს ჭყალებშია ჩვენ შინაგანი რწმენა გქონდეს ეს ჭყალებშია ну ასეთი პოზიცია მოარული პოზიცია თავარია შინაგანი ფსევდოსულიერი და ფსევდომართლმადიდებლური და იმ დროს როცა ჩვენ ხედავთ მოციქულ პეტრეს რომელიც გარეგნულად განუდგა ქრისტეს და ეს მართლაც იყო განდგომა ისინი განუდგებიან ქრისტეს წმინდა ბეჭედს რომელიც მათ წმინდა ნათლისღებისას სული წმინდის ცხვნად მიიღეს და ამ წმინდა ცხენის ნაცვლად ღებულობენ ანტიქრისტეს ბეჭედს თან ამბობენ რომ ქრისტე მათშია სამწუხაროდ ამდაგვარი ლოგიკა წმინდა მოწამეების დროშიც ზოგიერთ ჭკვიანსაც გააჩნდა ჭკვიანი ბრჭყალებში რომლებიც ცდილობდნენ გადაერწმუნებინათ ისინი ვინც მოწამეობაზე მიდიოდნენ როგორც ბასილი დიდი თავის საქებარ სიტყვაში მოწამე გორდის შესახებ წერს ბევრნი ამბობდნენ უაზრობებს ცდილობდნენ რა დაერწმუნებინათ მოწამე რომ მხოლოდ სიტყვიერად განდგომოდა და წმენა სულში შეენახა ну ამის პრაქტიკული გამოცდილება არსებობს შეენარჩუნებინა შინაგანი კეთილგანწყობა იმიტომ რომ ღმერთი ენას კი არ აქცევს ყურადღებას არამედ სულის მდგომარეობას მაგრამ მოწამე გორდი შეუდრეკელი დარჩა და უპასუხა შეუძლია კი ენას რომელიც ქრისტეს შექმნილია წარმოთქვას შემოქმედის საწინააღმდეგო რამ თავს ნუ იტყუებთ ღმერთი შეუბღალავია ჩვენივე პირით გაგვასამართლებს შენივე პირით განიკითხავ განგიკითხავ უკეთ რომ მოინა ლუკას საყარებიდან ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენი ვესწრებით განიკითხების მათეს საფარებიდან. აი ეს ქვედა მენცერი, ხო, ბეჭდის შემოღება არ ნიშნავს ბეჭდის დასმას, თუნდაც აქედან იგრძნობა, რომ საუბარი წინა პირობაზე და არა საბოლოო ანტიქრისტეს. ეს ცალკე ბეჭდის წინა პირობაზე იყო საუბარი და არა ხმას.
ეს ჩვენ ამას შევეხებით. თქო, ეს ანტიქრისტეს ბეჭედი ეს არათები აქ არ არის, მაგრამ არის წინაპირობა. ხო, წინაპირობას იცი როგორ ვუყურებ, ახლა ამას ჩვენ შევეხებით, ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ გზა არის. გზა არის, არა შენ რო ბილეთს აიღებ, თქვა და მიდიხარ ჩხოროწყულში ან ნიუ-იორკში, რასვერჩი ან ერთს ან მეორეს. ბილეთს რო აიღებ, ხო ჩახვალ იქ. ეს გზა არის იქეთკენ და გზა რო არის, ამას ჩვენ როდესაც იურიდიულ კუთხეს შევეხებით, იქ ჩანს კარგად. სანამდე მიყავს ადამიანი, თქვა და ამ ბეჭდის შემოღება პირადულად სანამდე მიყავს. გენერალური რეპეტიცია ეს. ისა რომ ისეთი გენერალური რეპეტიცია რომ პრემიერას უდრის. ეს არის მაკონტროლებელი თვალი, მიწიერი მაკონტროლებელი თვალი, ტოტალურად მაკონტროლებელი თვალი, რომლის რაობა, დებარეობა შენ არ იცი. ამაზე მეტი რა. ანუ ღმერთის მოვალეობას შესრულებას ანტიქრისტე ვინ იქნება? ის იწყებს, ის ხდება მაკონტროლებელი, რით ხდება მაკონტროლებელი? ინფორმაციით შენ შესახებ. ის იწყებს შენ კონტროლს, იმიტომ რომ ინფორმაცია გააჩნია. და უსწრებ ახლა მოვლენებს და წმინდა მამის ნაწერში ჩავერთე, მაგრამ ინფორმაცია გააჩნია ისეთი იქ შტრიხ-კოდში და იმ მაგნიტურ ხაზში არამატერიალური ინფორმაცია, რომელიც შენ თვითონაც კი არ იცი რა წერია იქ. შენი მონაცემები, მათ შორის ძალიან პრივატული და ინტიმური მონაცემები. თან ასე ხო, ახლა ეს თუ გზა არ არის, ლანგარზე დადებულს აწვდი. აწვდი შენივე ნებით, ხო. ეს თუ გზა არ არის, აბა გზა რა. მაკონტროლე, ინფორმაციას რო გაწვდი შენ ჩემ შესახებ, ისე რომ არც კი ვიცი ვინ ხარ. ამაზე მეტი ახლა არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს. ასევე იყო დეკიუსის დროსაც, რომლის ბრძანებაც მოითხოვდა წარმართული რწმენის აღსარებლობას. ის ქრისტიანები, რომლებიც თავიანთ თანხმობას განაცხადებდნენ და კერპებს წვერებს წირავდნენ, იღებდნენ მოწმობებს და გაურბობდნენ მოწამეობას. არა მარტო ისინი ითვლებოდნენ ქრისტესთან განდგომილებად, არამედ ისინიც, ვინც კომისიებში ქრთავს აძლევდა, კერპსახურებს და განდგომის გარეშე იღებდა მოწმობებს. მათ ეგრეთ წოდებულ ცილისწამებლებს ეძახდნენ და ასეთებსაც ეკლესია განდგომილებად, დაცემულებად თვლიდა. ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ წმინდა თეოდორეს სასწაული, რომლის ხსენებაც ჩვენ ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველ შაბათს ხსენებასაც ჩვენ ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველ შაბათს აღნიშნავთ. იულიანე განდგომილმა იცოდა ის, რომ ქრისტიანები სულის განწმენდისთვის განსაკუთრებით დიდი მარხვის პირველ კვირას მარხულობდნენ. ამიტომაც ჩვენ ამ შვიდეულს წმინდანად მოიხსენიებთ. ზუსტად ამ დროს მოისურვა წაებილწა მორწმუნენი. ამისთვის გასცა ბრძანება, რომ იმ დღეებში ჩუმად ბაზარში შეეტანათ კერპჩენაწირის სისხლით წაბილწული პროდუქტი. მაგრამ მოწამე თეოდორე ღვთისგანგებით იმდროინდელი კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოს ევდოქსის ძილში გამოეცხადა, ყოველივე აუწყა და უბრძანა, რომ დაუყოვნებლივ ორშაბათ დილით შეეკრიბა მორწმუნენი და აეგრძალა მათთვის ამ პროდუქტების მიღება. ხოლო საჭმელად დროებით მოემზადებინათ მხოლოდ კოლიო. ამით იულიანე განდგომილის ჩანაფიქრიც დაინგრა და ღვთისმოსავი ხალხი წაბილწვას გადაურჩა. აქ მამა პაისის ამბავი მოჰყავს დიდი სვინაქსარიდან, როგორც რუსი მთარგმნელები აღნიშნავენ, მათ თანამედროვე რუსულ სვინაქსარში ეს ადგილი ვერ მოიძიეს. იხილეთ წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ცხოვრება. შენი ჩართულია. ხო, მე ჩავუწერო. კერპჩენაწირის მიღებას გვიგრძალავს წმინდა მოციქულთა საქმეებიც. მოციქულები და ხუცესნი შეიკრიბნენ ამ საკითხის განსახილველად, არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ. ძველ რედაქციაში წერია განშორება თქვენდა. კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, მოშტობილისა და სისხლისაგან. ესეთი საქმე მოციქულთა. მიუხედავად ყოველივე ამისა, სამწუხაროდ რამდენი აბდაუდის მოსმენა გვიხდება, რაც თანამედროვე გნოსტიკოსების თავებში იბადება. ერთი ამბობს, მე ავიღებ პირადობის მოწმობას 3-6-იანი და გადავსახავ ჯვარს. მეორე, მე მივიღებ ბეჭედს შუბზე 666 რისხვით და განწმენდ მას ჯვრით და მრავალი ასეთი უაზრობა. ფიქრობენ, რომ ისინი ასეთი ხერხით განიწმინდებიან. არა და ამ დაგვარი აზრი ხიბლია. იკურთხება მხოლოდ ის, რაც იღებს კურთხევას, მაგალითად წყალი ექვემდებარება განწმენდას და ხდება იაზმა ნაკურთხი წყალი. შარდი არ იკურთხება
ქვა სასწაულად გარდაიქმნება პურად, უწმინდურება არ იკურთხება. ამის მიხედვით ეშმაკი ანტიქრისტე, რომელიც წარმოდგენილია თავისი სიმბოლოთი ჩვენს პასპორტში, ან ხელზე, ან შუბლზე არ იკურთხება, არ განიწმინდება ჯვრის გამოსახვითაც კი. ჩვენ ფლობთ წმინდა სიმბოლოს, პატიოსანი ჯვრის ძალას ქრისტეს ღვთიურმაც მხოლოდ მაშინ, როცა ვყოფობთ ერთადერთი ნათლობის წმინდა ბეჭდით, რომლის მეშვეობითაც განვეშორებით სატანას და უერთდებით ქრისტეს, ხებულობთ, რომ რა წმინდა ბეჭედს, სულიწმინდის წვენის ბეჭედს და ქრისტემ კეთილი განათლება მოგვანიჭოს. ამინ. წმინდა მთა კუთლმუშის კელია პანაგუდა დიდი მარხვის პირველი შაბათი. 87 დიდი, ხო, 1987 წელი დიდი ტკივილებითა და ქრისტეს სიყვარულით ბერი ფაისი. და ბოლოს ტკივილებითა და ქრისტეს სიყვარულით, აი ესე აწეს დიდი მამა ჩვენ ძამი ამ და ალბათ ელადის ეკლესიის და ათონის წმინდა მთის კინოტის გადაწყვეტილებაც ძირითადად ეფუძნება მაინც მე ვფიქრობ ბერი პაისის ავტორიტეტს. არა მხოლოდ, მაგრამ ეს არის ბურჯი. ამ იქ სხვა მამებიც არიან და სხვათა შორის ერთი თეოდოროპოლოსი გამავიწყდა სახელი, უცებ გავიხსენებ და ის წერს, რომ თუნდაც კი ნამიოკის სახით რომ იყოს, აი ეს ქართულად რომ მინიშნება რომ იყოს ამ იმაში რა ქვია, ბარაძე რომ ის შეიცავს ბელზებულის სახელის, აი რაღაც კიდაც პატარა აღება კი ხელის მოკიდეს არ შეიძლება ამბარად. აი ესეთი მკაცრი გაფრთხილება არის და ჩვენ ესე უცებ აი ესეთი გადაწყვეტით უცებ ავიტაცეთ ეს ბარათი. ისე გატაცებაზე ერთი გამახსენდა ხა უცებ ერთ-ერთმა მამამ გონი YouTube-ზე არის რომელიღაც იმაში რომ დააზრო ეს ისა რა ქვია ბარათი რომელსაც აუღია მამოს და აბა რამეს მიშვება ეს ბარათი ესე რა. ეხა ხმალობას ყარ დაუწყეს ეს აი ეს გურული რევოლუციონერი ვითეთყობა. ხო და აი ხატები ისე რო გადმოვაგდეს ჯვრები ეკლესიები რა უნდა ექნა ეხა მიქნა რამე ჯვარი რო გადმოვაგდეო ეხა იმას ანტიკ ეს არის უკვე სიბრმავე სრული და გართულობა. მეტი რა უნდა გაგაგიჟო ხო ესე ეხა მამაოს ვეტყვი მეტი რა უნდა გიქნას ხო ამბიოზე გამოდიხარ და აფრიალებ იმას რა ქვია აიდიბარ. ხო, მოკლედ მე ვფიქრობ, აი რა თქვა რელიგიური კუთხით განხილვის იმდენად სულიერებით სავსე იყო ეს წერილი და იმდენად ხრამაშინ არსით იყო დატვირთული, რომ შეიძლება ითქვას, რომ აი ამითი ამ კუთხით შეიძლება თქვათ მორჩეთ. მაგრამ ერთ რამეს დავამატებ ლაზარე, 87 წელშია გამოცემული ეს და დაწერა მამა პაისმა ეს წერილი. ეს გზავნილი გავდა, არა მარტო ბერძნებს, არამედ ქართველებსა და რუსებს და ყველა მართლმადიდებლებს გაუკეთა. მაგრამ აქ იმ დროს ნახსენები იყო საიდენტიფიკაციო ნომრებზე იყო საუბარი და მამა პაისი წერდა ბარათს. და ყველა ფიქრობდა რატო წერს და უსწორებდნენ თავთავიანთ ასეში, იმიტომ დაწერეს თავისი ხელით, უსწორებდნენ ამ ბარათს. ეს მე როგორც აღმოჩნდა ეს რამოდენიმე წელი სადღაც 95-97 მართლა დაიწყო ბარათებზე საუბარი. ანუ ეს იყო წინასწარმეტყველება. აი აქედან ჩანს რომ ეს არის ღვთისგან უფლისგან სულიწმინდის მადლით არის ეს დაწერილი და არა ვთქვა აი რაღაც იმით რა პირადი შეხედულები და რაღაც ანალიზის საფუძველზე. ეს არის ლოცვა მამა პაისი როგორც ყველა ბერი ესე აკეთებს მიდის ლოცულობს და მე გამოითხოვს ლოცვით გამოითხოვს უფლისგან პასუხს და მიიღო ეს პასუხი და ეს პასუხი ადგა და მამაო ხო და დაგვიწერა მადლობის მაგივრად ხო მადლობის მაგივრად ჩვენ ვაკრიტიკებთ ახლა მამას რა სირცხვილი არის ეს რა კიდე კაი ბერძნები არ გვისვენენ რა ხდება ერთ რაღაცას დავამატებ კიდე აი ამ კიდე ეს არ გვისვენენ ბერძნები ჩვენი დელეგაცია მამების ჩაბრძანებულან ათონის მთაზე და ჩაუტანიათ აი ეს ათონის მთის გადაწყვეტილება სხვათა შორის მამა მითხრა რომ შეგიძლია თქვა ნუ ახლა სახეს არ დავასახელებ რომელი მამა იყო და შესულან კინოში და უთქვიათ რომ აი აჩვენეს გამოსულა დივანი კინოტის დივანი და აჩვენებენ აი ესეთ აი ეუბნებიან რომ ეს ხომ არის თქვენი გადაწყვეტილება რომელიც თქვენ გამოგვიზარდეთ თავის ხელით მოწერითო და ნუ რა თქმა უნდა დაუდასტურა ამ დივანმა თუ შეიძლებაო ჩვენ ისეთი ხალხი ვართ ხო ბევრი რამის აუჯერა და კიდევ დაგვიწერეთ ესა თავი მოგვეცეთ და ცოცხალი ხელის მოწერით დაგვიდასტურეთ და ნუ რა თქმა უნდა გაბრაზებულა ეს დივანი ეს მამაოა ჩვენი კიდე ხო და თქვენთან თუ აი ამ ბეჭდის არ ჯერათო ხო ჩვენ რო ჩამოვიდეთ იქაო იმასაც არ დავიწყეთ აი ეს არის ვარლა აი სიცხილი და აი თავის მოჭრაო რო იტყვია რა ისეთი რაღაც მოხდა და
წარმოვიდნენ ესე დაბრუნდნენ აი ამ ესეთი პახე პასუხით. იცით რა არის რომ ეჭვი, როდესაც ცოდნას ეფუძნება კიდე რაღაცას ნიშნავს და ესეთი უსაფუძვლო და უარგუმენტო ეჭვი ნამდვილად არ ეკადებოდა ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლებს. მე როჩი ბატონო. ეს რელიგიური თემა მე ვფიქრობ დღეს რო არ გადავყალოთ ტელემაყურებელი, ინტერნეტ მაყურებელი, ჩვენ გვექნება სხვა კუთხითაც, იურიდიული კუთხით, უბრალოდ ისე დავაანონსებ და ვიტყვი რომ ჩვენ გვექნება სამოქალაქო კუთხით, იურიდიული კუთხით, ანუ მავანც და მავანს სურს ისე გამოიყვანოს, რომ აი ვთქვათ, შეიკრიბნენ ვიღაც ბნელი ფუნდამენტალისტები და აუჩემებიათ, როგორც შენ თქვი არა, რაღაც აჩემება რომ 666 ანტიქრისტე და მოკლედ ქვეყნის დაქცევა და მთელი ამბავი და მხოლოდ ამ კუთხით უდგები თითქოს ასე არ არის მეგობრებო, ნამდვილად არ არის ასე. საერთაშორისო იურიდიული პრეცედენტიც უკვე დაშვებულია საერთაშორისო სამართალში და პრაქტიკულად არის განხორციელებული, ანუ კანონი როგორც ინსტრუმენტი უკვე შეყვანილია ცხოვრებაში, ისეთ სერიოზულ სახელმწიფოში, ყველა სახელმწიფო სერიოზულია, მაგრამ ისტორიულად და დღესაც ძლევამოსილ ქვეყანაში, როგორც გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჩვენი ასე ვთქვათ, ბევრ რამეში ჩვენი ისტორიული ბედი გავს და მათ შენარჩუნებული აქვს თავის თავადობა, აი თუნდაც დღევანდელ ევროპულ ბრიტანულ ციურცეში, მიუხედავად იმისა, რომ მცირენი არიან ჩვენსავით, მათაც არ მიიღეს დანია და საერთოდ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ეს პროცესი, ანუ არ მიღების ელექტრონული ბარათების, არ მიღების დაშვების პრეცედენტების რიცხვი იზრდება, იბრძვის საბერძნეთი, რუმინეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და არსებობს იურიდიული გამოცდილება. ჩვენ ყავს გერმანიაში ჩვენი თანამოაზრე, ახალგაზრდა იურისტი, რომელიც ქალბატონი თინა დინერხვანია, რომელიც იქ თავის პროფესიულ განათლებას იღრმავებს და ბერლინში იმყოფება ის. ჩვენ მას დაუკავშირდით სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენი მწირი ტექნიკური შესაძლებლობების გამო პირდაპირ ვიდეო ჩართვა თუ ვიდეო თვალის ჩართვა თუ დიალოგი არ ჯერჯერობით ვერ ვახორციელებთ ამას ამ პირობებში, მაგრამ მან გამოგიგზავნა ძალიან საინტერესო მასალა, მართალია ის თulis რომ ეს არ არის თქვა საერთოდ მომზადებული მასალა, მაგრამ გავიცანით მე დავთო და მართლაც ტევადი და ისეთი მასალაა. ეს მასალა ჩემი აზრით სინოს რომ წაეკითხა ხო? ბევრად სხვა დასკვნას. ამიტომ კარგად ამბობდი ლაზარე რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა აუცილებელი იყო. სინოდის მიერ ის ანალიტიკური ცენტრია თუ რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეს. რა თქმა უნდა. და აი ის თulis რომ ეს არის თქვა ისეთი შტრიხები და კონტურები, თუმცა საკმაოდ ჩამოყალიბებული სურათია რა დღევანდელი საერთაშორისო სამართალის სივრცეში, როგორ შეიძლება ქართულმა სახელმწიფო ორგანიზმმა თქვა იპოვოს გზა და გასაღები იმისათვის, რომ თუნდაც არაობს აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დააკმაყოფილოს ამ თვალსაზრისით, დააკმაყოფილოს როგორ არ შეულახოს მისი თქვა პიროვნული სამოქალაქო და თუ გნებავთ სახელმწიფოებრივი ღირსებას და ეს უკავშირდება სახელმწიფო ღირსებასაც და რატომ ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ და როგორ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და როდესაც თითოეული შენი მოქალაქე იქნება უცხო თვალის მიერ კონტროლირებადი, მე ვფიქრობ, ეს სერიოზულად შეურაცხყოფელია ასეთი პატარა სახელმწიფოსათვის, აი ამ თემებზე ჩვენ აი ამ მასალაზე დაყრდნობით, ქალბატონი თინათინის მიერ გამოგზავნილ მასალაზე დაყრდნობით, მეორე ნაწილში გესაუბრებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად გზავნებოდეთ.